ტალღები მძვინვარედ ეხეთქებოდა ქვემოთ არსებულ წვეტიან კლდეებს, როცა ის სასოწარკვეთით იქნებდა ხელებს, მისი სხეული ჰაერში ტრიალებდა. ოკეანის ღრიალი შთანთქავდა მის ყვირილს. ფიქრის დრო არ იყო, არც რეაგირების. ერთი წამით ის უდანაშაულო დასასვენებელი ფოტოსთვის პოზირებდა. მეორე წამს ის სიკვდილამდე ვარდებოდა, ასე არ უნდა დასრულებულიყო ეს მოგზაურობა. სუდად წასული ქორწინების წინადადებიდან დაწყებული, ხმალთევზას პირისპირ აღმოჩენილი სერფერით გაგრძელებული, შტორმში შესული ტურისტული ნავით დამთავრებული. ეს არის მოგზაურობისას მომხდარი ყველაზე შემაძრწუნებელი სიკვდილის შემთხვევები. როგორც ყოველთვის გირჩევთ მაყურებელმა სიფრთხილე გამოიჩინოს. ოკეანე უსასრულოდ იშლებოდა ყველა მიმართულებით, ოქროსფერ მზეზე ბრწყინავდა. სიოთბილი იყო, ტალღები ნაზი და დღე იდეალურად გამოიყურებოდა ფუკეტის, ტაილანდის სანაპიროებზე. როჯერ ჰასისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი თავგადასავალი იყო, მრავალთაგან ერთ-ერთი კარგად გატარებულ ცხოვრებაში. 61 წლის ასაკში როჯერ ჰასიმ უფრო მეტი ქვეყანა ნახა, ვიდრე უმეტესობა ოდესმე ნახავდა. ის იყო წარმატებული ბიზნესმენი, მოგზაური, ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გახსნილი გულით ეგებებოდა. თავდაპირველად ავსტრალიიდან იყო, მან 10 წლეულები კარიერის შექმნასა და გონივრულ ინვესტიციებში გაატარა. ის თავისი მძიმე შრომის ნაყოფს ტაილანდელ ცოლთან, ბუთსაბონგ თონგ სანკასთან ერთად დასვენებით და ტაილანდის სანაპიროების სილამაზით თკბობით ირებდა. მაგრამ როჯერი იმ ტიპის ადამიანი არ იყო, ვინც უბრალოდ სანაპიროზე დაჯდებოდა. მას მეტი უნდოდა, რაღაც ამაღელვებელი. ასე რომ, როცა ნავს, რომელიც ანდამანის ზღვის თავზე პარაშუტით ფრენებს თავაზობდა მოჰკრა თვალი, როჯერმა არ დააყოვნა. მან ეს არასდროს გაუკეთებია, მაგრამ რატომაც არა, მან ბიზნესი დაიპყრო, სოფრიო მოიარა. ერთი თავგადასავალი კიდევ რა იყო. ასე რომ როჯერიმ დაუფიქრებლად დარეგისტრირდა. ის ხურადღებით უსმენდა ინსტრუქტორს, რომელიც სწრაფად უხსნიდა რას უნდა ელოდა, სად უნდა დაედო ხელები, როგორ მუშაობდა აღჭურვილობა და როგორ ანწევდა პარაშუტი ნაზად ნავიდან ცაში. სწრაფი ნავის უკან გაშლილი იყო კაშკაშა, ფერადი პარაშუტი, თოკები აკურატულად იყო დალაგებული და ფრთხილად მიერთებული აღჭურვილობას, რომელიც ახლა როჯერიზე წელზე და ბარძაყებზე ჰქონდა შემორთმული. სარტყელები ისე უნდა დაემაგრებინა, რომ როჯერი სრულად დაცული ყოფილიყო და უსაფრთხო დეფრინა ასეულობით ფუტის სიმაღლეზე ბრწყინავი ანდამანის ზღვის თავზე. რამდენიმე წუთის შემდეგ როჯერი ნავის უკანა ნაწილში იდგა. ჭიდრო დეჭირა მოაჯირი და ალბათ ნერვიულობისა და ახტაცების ნაზავს გრძნობდა. მისი ცოლი ბუთსაბონგი სანაპიროზე იდგა. კაპამერა ქმრისკენ ჰქონდა მიმართული და ამ ამაღელვებელი თავგადასავლის თითოეულ მომენტს იღებდა. მან გაუღიმა და ხელი დაუქნია, როცა როჯერმა წერა თითი ასწია მისკენ. არც ერთმა იცოდა, რომ ეს იყო ბოლო ღიმილი, რომელსაც ოდესმე ერთმანეთს გაუზიარებდნენ. ნავის ძრავა ხმამაღლა იღრიალა და უცებ როჯერმა ძლიერი მოკაჩვა იგრძნო. პარაშუტი სწრაფად გაიშალა მის უკან, ქარი დაიჭირა, უკან გაათრია და გლუა დასწია გემბანიდან. მან მოეშვა მოაჯირს და ზევით, უფრო და უფრო მაღლა აფრინდა ცაში, გული კი აღფრთოვანებით უცემდა. მის ქვემოთ სწრაფმავალი ნავი სწრაფად დაპატარავდა და უსასრულო ლურჯი ოკეანის ფონზე მხოლოდ პატარა წერტილად იქცა. მოკლე წამით ის უმძიმოდ, თავისუფლად გრძნობდა თავს, მაგრამ მოულოდნელად რაღაც შეიცვალა. აღკაზმულობაში რაღაც არასწორად იყო. მის ბარძაყებზე შემოხვეული ღვედები საშიშად მოშვებული იყო და აღკაზმულობა, რომელიც რამდენიმე წამით ადრე მკარად ეჭირა, ახლა ფეხებზე ეცურებოდა. მან წარბები შეკრა და კიდევ ერთხელ გაინძრა. ეს უცნაური იყო. ესე უნდა ეკრძნო. მერე ყველაზე ცუდი მოხდა. როჯერის აღკაზმულობა მთლიანად მოეშვა. ერთი საშინელი წამით მისი სხეული მოდუნებულ სამაგრებში გაისრიალა და ჰაერში გადავავარდა. სანაპიროდან ბუთსაბონგს თავიდან არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა. ის იღებდა ვიდეოს, კადრს აახლოებდა თავის ქმარს, რომელიც ცაში მაღლა იყო აკვირდებოდა. მაგრამ როცა მოულოდნელად დაინახა, რომ ის იბრძოდა, ალბათ სუფთა შიში იგრძნო. როჯერი მციდან 100 ფუტის სიმაღლიდან წყალში ჩავარდა და იმ სიმაღლეზე წყალში ჩავარდნა აუზში ჩავარდნას არ გავდა. თითქოს ბეტონს დაეჯახა, მან ტალღებს სასტიკი ძალით დაარტყა. წყლის მოტოციკლებითა და ნავებით ხალხი წამებში მისკენ გაიქცა, სასოწარკვეთილებით ცდილობდნენ მისი გადარჩენას. მათ წყლიდან მისი უგონო უსიცოცხლო სხეული ამოიყვანეს, სწრაფად გააქანეს ნაპირზე და ფრთხილად დააწვინეს ქვიშაზე. ხალხი პანიკით შემოიკრიბა გარშემო, სასოწარკვეთილებით ცდილობდნენ გულფილტვის რეანიმაციას, ყველაფერს აკეთებდნენ მის გასაცოცხლებლად. მაგრამ როჯერის დაზიანებები კატასტროფული იყო. მისმა სხეულმა ვერ გაუძლო დარტყმის სასტიკ ძალას. და სამწუხაროდ, ის აღარასოდეს მოსულა გონს. როჯერ ჰასი, ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ 60-ის ზემოთ დაფრინავდა, ადგილზე გარდაიცვალა.
მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა იყო, როგორ მოხდა ეს. გამომძიებლებმა სწრაფად დაიწყეს იმის გარკვევა, რა იყო არასწორი. თავდაპირველად ზოგიერთი ანგარიში ამტკიცებდა, რომ როჯერმა შესაძლოა შემთხვევით მოიხსნა ღვედი, რადგან გამოშვების მექანიზმი სხვა თოქში შეეშალა. მაგრამ მისმა მეუღლემ ეს უარყო და თქვა, რომ მას პანიკა არ ქონია და აღკაზმულობასაც არ შეხებია. ზოგიერთი ექსპერტი სხვა მიზეზს ასახელებდა. ტაილანდელი ოპერატორების მიერ გამოყენებული აღჭურვილობა ნაკლებად უსაფრთხოდ ჩანდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში გამოყენებული. დიზაინის ხარვეზი იყო თუ ადამიანური შეცდომა, როჯერის თავგადასავალი ტრაგედიით დასრულდა. ორივე ეკიპაჟის წევრი დააკავეს და დაუდგინეს დაუდევრობის ბრალდება, მაგრამ არც ერთი სასჯელი ვერ შეცვლიდა ამ მტკივნეულ შედეგს. ერთ წამს როჯერ ჰანსი ცაში დაფრინავდა, შემდეგ კი ის აღარ იყო. ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა, რაც კი ოდესმე მინახავს, როცა სიხარული ტრაგედიად იქცა. მაგრამ ჩვენი შემდეგი ამბავი კიდევ უფრო შემაშფოთებელია. მზე ჩადიოდა პემბას კუნძულის, ტანზანიის, ფირუზის ფერწყლებზე და ოქროს ფრად ანათებდა ოკეანეს. ეს იყო იდეალური ადგილი რომანტიკული დასვენებისთვის. განმარტოებული, მშვიდი და ბუნების სილამაზით გარშემორტყმული. სტივენ ვებერისა და მისი შეყვარებულის კანიშა ანტუანისთვის ეს დასვენება მათი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ მოგზაურობად უნდა ქცეულიყო. ისინი მანტას კურორტის ცნობილ წყალქვეშა ოთახში ცხოვრობდნენ. ეს არის მცურავი კაბინა ჩაძირული საძინებლით, რომელიც მთლიანად შუშის ფანჯრებითაა გარშემორტყმული და მათ ზღვის საოცარ ხედს აძლევს. თევზები ზანტად ცურავდნენ გარეთ, ხოლო ღრმა ლურჯი უსასრულოდ იშლებოდა ყველა მიმართულებითლებით. კენეშას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სტივენმა რაღაც განსაკუთრებული და უვიწყარი დაგეგმა. ისინი წლებია ხვდებიან ერთმანეთს და სტივენი უიმედო რომანტიკოსია, რომელსაც სურდა ხელი ისე ეთხოვა, როგორც არავის გაუკეთებია. მას შეეძლო ეს ვახშამზე გაეკეთებინა, სანაპიროზე ან მზის ჩასვლისას სეირნობის დროს. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მას სურდა რაღაც უფრო დიდი, უფრო დრამატული, უფრო მნიშვნელოვნიანი. და რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე წყალქვეშ ხელის თხოვნა. და ასე 2019 წლის 19 სექტემბრის შუადღეს მზე ოქროს ფრად ანათებდა კუნძულზე და ოკეანის ზედაპირზე გრძელი ანარეკლები ეცემოდა. წყალი მშვიდი და წყნარი ჩანდა. კანიშა კომფორტულად ისვენებდა წყალქვეშა ოთახში, მოჯადოებული ფერადი თევზებით, რომლებიც სქელი მინის ფანჯრების მიღმა აქეთ-იქით დაცურავდნენ. მას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სტივენი ამ სიურპრიზ თვეების განმავლობაში ამზადებდა ზუსტად იმეორებდა, როგორც წარიმართებოდა ეს მომენტი და გეგმავდა თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამდა. ის იდეალურ მომენტს ელოდა. კანეშა მათ წყალქვეშა საძინებელში იყო, ისვენებდა და აკვირდებოდა, როგორც ცურავდნენ თევზები შუშის მიღმა. შემდეგ მან გარეთ მოძრაობა შენიშნა. ეს სტივენი იყო, ის ოკეანეში გადახტა და ფანჯრისკენ მიცურავდა. კანეშას სახე ალბათ გაუნათდა, როცა მას უყურებდა. რას აკეთებდა ის? ალბათ თავიდან დაბნეული იყო. შემდეგ მან ამოიღო ქაღალდის ნაჯერი, ფრთხილად ჩადებული პლასტიკის პაკეტში. მან ხელები მინისკენ მიაბჯინა, თვალებით კითხულობდა სიტყვებს, როცა სტივენმა ის მაღლა ასწია. პარაძე ეწერა. ვერ ვსუნთქავ იმდენ ხანს, რომ ყველაფერი გითხრა, რაც შენში მიყვარს. მაგრამ ყველაფერი, რაც შენში მიყვარს, ყოველდღე უფრო მეტად მიყვარს. ვთხოვ, იქნები ჩემი ცოლი. გამომკევი ცოლად? ამ წამს ალბათ კანეშას გული ყელში აუვარდა. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ კანეშა, უსაფრთხოდ დგახარინ წყალქვეშა საძინებელში და ფილმიდან ამოღებულ სცენას უყურებ. სტივენმა ჯიბეში ხელი ჩაიღო, ამოიღო პატარა ყუთში მოთავსებული ლამაზი ნიშნობის ბეჭედი და ნაზად მიაჭირა მინის ფანჯარას, იმ იმედით, რომ კანეშა მის ჩუმ წყალქვეშა წინადადებას გაიგებდა. არტაცება დაუძლეველი იყო. მან სწრაფად წაიღო ხელი ტელეფონისკენ, რომ ეს უნიკალური, ერთხელ ცხოვრებაში მომხდარი წამი ვიდეოზე აღებეჭდა. ეს იყო წამი, რომელიც არასდროს უნდოდა დაევიცვებინა. იდეალური წინადადება. იდეალური დღე. ყველაფერი ზუსტად ისე ვითარდებოდა, როგორც სტივენმა წარმოიდგინა. მაგრამ შემდეგ რაღაც არასწორად წავიდა. როცა კანიშა სიხარულით იღიმოდა და მთელ ამ დაუვიწყარ მოვლენას იღებდა კამერაზე, სტივენი მოულოდნელად უხერხულად იგრძნო თავი. მშვიდი რომანტიკული განწყობა მყისიერად შემაშფოთებელმა გრძნობამ შეცვალა. მან დაიწყო უფრო სწრაფად მოძრაობა, ფეხებს უფრო ძლიერად და სწრაფად ურტყამდა. მისი მოძრაობები გააფთრებული გახდა, სხეული წყალში ტრიალებდა, თვალები პანიკით გაუფართოვდა. რა ხდებოდა? კანიშას ალბათ გული შეეკუმშა, როცა უყურებდა საყვარელ კაცს, რომელიც იმ ფანჯრის მიღმა ებრძოდა, ვერაფერს გახდებოდა, რომ მასთან მიეღწია. ხოლოდ რამდენიმე წამში რომანტიკული წინადადება სასოწარკვეთილ ბრძოლად გადაიქცა გადარჩენისთვის და მას არაფერი შეეძლო გარდა იმისა, რომ ეყურებინა.
სტივენი იბრძოდა, ცდილობდა ზედაპირზე ასვლას, მაგრამ მისი სხეული ისე არ რეაგირებდა, როგორც მას სჭირდებოდა. მისი ფილტვები იწოდა ჟანგბადს ითხოვდა, კუნთები კი წყალქვეშ დიდხანს ოფნისგან დაღლილი იყო. ბეჭდის ყუთი მის კანკალებულ ხელებს გაუსხლდა, ქვემოთ დაცურდა და ბნელ სიღრმეში გაუჩინარდა. ჩანაწერი შორს მიქონდა დინებას. უმნიშვნელო იყო იმ სასოწარკვეთილ ბრძოლასთან შედარებით, რომელსაც სიცოცხლისთვის იბრძოდა. კანიშა სრული შიშით უყურებდა სტეფენის სახელს ყვიროდა, იცოდა რომ ის ვერ გაიგებდა. მან მუშტები ძლიერად დაარტყა სქელმინის, იმედით რომ როგორმე გაარღვევდა და გადაარჩენდა მას, მაგრამ ეს უშედეგო იყო. სტეფენის სხეული უფრო დაბლა ჩაიძირა, ოკეანის სიღრმეში გაუჩინარდა და მისი თვალთახედვიდან გაქრა. შეშინებული და პანიკაში მყოფი კანიშა სწრაფად ავარდა ჩაძირული ოთახის კიბეზე, წყლიდან ზემოთ გემბანზე ამოვიდა და შველას ითხოვდა. კურორტის თანამშრომლებმა მისი ყვირილი გაიგეს და მაშინვე მოქმედება დაიწყეს. ოკეანეში გადახდნენ და სასოწარკვეთილები ეძებდნენ სტეფენს ტალღების ქვეშ. წუთები საათებად გრძნობოდა. კვინთავები გამალებით ეძებდნენ და ლოცულობდნენ, რომ ცოცხალი ეპოვათ. მაგრამ როცა ბოლოს სტივენი წყლიდან ამოიყვანეს, ის სრულიად უგონო იყო. სასტრაფო დახმარების თანამშრომლებმა ყველაფერი სცადეს მის გასაცოცხლებლად, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. სტივენ ვებერი დაიხრჩო. მალე მას გარდაცვალება დაუდგინეს. მაშ რა წავიდა არასწორად. მიუხედავად იმისა, რომ სტივენი ძლიერი მოცურავე იყო, მან ვერ სწორად შეაფასა, რამდენხანს შეძლებდა სუნთქვის შეკავებას. აღტაცებამ, ცურვის ფიზიკურმა ძალისხმევამ, ბარათის მაღლა დაჭერამ და ბეჭდის ამოღებამ, სტივენს მოლოდინზე უფრო სწრაფად ამოაცალა ჟანგბადი. სუნთქვის აპარატის გარეშე მისი საოცნებო ხელის თხოვნა საბედისწერო შეცდომად იქცა. თუნდაც ყველაზე რომანტიკული ჟესტებით შეიძლება საშინლად ცუდად დასრულდეს. მისი ისტორია მაფიქრებს, სად გადის ზღვარი რომანტიკულ სიმამაცესა და უგუნურ რისკს შორის. გირს თუ არა სიყვარულისთვის ნებისმიერ რისკზე წასვლა, რაც უნდა საშიში იყოს. მომწერეთ თქვენი აზრები ქვემოთ, მაგრამ შეინახეთ ისინი, რადგან აქედან ყველაფერი კიდევ უფრო დაძაბული გახდება. ჩვენი შემდეგი ისტორია ბალიზე, ინდონეზიაში ვითარდება, იქ სადაც 60 და თავგადასავალი ერთმანეთს ხვდება. ეს უნდა ყოფილიყო ცხოვრების საუკეთესო შვებულება 33 წლის ნილეშ მუხისთვის და მისი ცოლის კავითასთვის. ინდოეთიდან წარმოშობით, ნილეში ტურისტული აგენტი იყო, ადამიანი, რომლის საქმე სხვებისთვის იდეალური დასვენების დაგეგმვაა. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ მისი ჯერიც დადგა. ბალი იდეალური დანიშნულება იყო და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ბალი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი მწვანე ტყეებით, თვალწარმტაცი ტაძრებით და ულამაზესი პლაჟებით. კუნძული მათ ყოველდღიური ცხოვრებისგან გაქცევას პირდებოდა, ეგზოტიკურ სამოთხეს, სადაც შეძლებდნენ განტვირთვას, ერთმანეთთან ახლოს ყოფნას და ბოლოს იმ თაფლობის თვეს, რომელზეც წლები აუცნებობდნენ ერთად გატარებას. 2024 წლის 23 ოქტომბერს წყვილი გაემართა ნუსა პენიდას კუნძულის დასათვალიერებლად, რომელიც ბალის ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ ადგილად ითვლება. მის ღირსშესანიშნაობებს შორის იყო ანჯელს ბილაბონგი, თვალწარმტაცი მოქცევის აუზი კლდეებზე, ინდოეთის ოკეანის ზემოთ. ტურისტებს ეს ადგილი ძალიან უყვარდათ. აქ გადაღებული ფოტოები მათ ზღვის ზემოთ მოტივტივეებად აჩვენებს, მაგრამ მისი სილამაზე სასიკვდილო საფრთხეს მალავდა. მოქცევა წამებში შეიძლებოდა შეცვლილიყო და მოულოდნელი გიგანტური ტალღები გაეშვა, რომლებიც ყველაფერს თავის გზაზე ქვემოთ, მძვინვარე წყლებში ითრევდა. ადგილობრივებმა იცოდნენ საფრთხეები და გამაფრთხილებელი ნიშნები სტუმრებს უკან დახევას სთხოვდა, მაგრამ ყველა არ უსმენდა. იმ დღეს ნილეშ და კავითას ადგილობრივი მძღოლი ახლდათ, რომელიც კარგად იცნობდა ენჯელს ბილაბონგის ირგვლივ დამალულ საფრთხეებს. მან კაფიოდ გააფრთხილა ისინი მძვინვარე ზღვაზე და დაჟინებით სთხოვა ფრთხილად ყოფილიყვნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ასეთი გაფრთხილება გასცა. მან ძალიან კარგად იცოდა, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა სამოთხე სასიკვდილოდ ქცეულიყო აქ. მაგრამ ნილეში, როგორც მისამდე ათასობით ტურისტი, მოჯადოებული იყო ხედით და სილამაზის მშვიდი ილუზიით. წყალი მშვიდი იყო, ქვემოთ ტალღები პატარა ჩანდა და სამოწმენდილი. ფოტოს გადასაღებად იდეალური დრო ჩანდა. კავითამ ტელეფონი ამოიღო. იღიმებოდა, როცა ნილეში წყლის პირას იდგა და იდეალური კადრისთვის პოზას ირებდა. მან გაიცინა, კავითას მიუბრუნდა და ანიშნა, რომ მისულიყო ახლოს. კიდევ ერთი ბოლო ფოტო. ერთი იდეალური მოგონება. მაგრამ მათ ვერ დაინახეს ურჩხული, რომელიც მათ უკან აღიმართა. ერთი ტალღა ბევრად უფრო დიდი ვიდრე მანამდე რომელიმე შორს ზღვაში იწყებდა ძალის მოკრებას. როდესაც ის ნაპირსკენ მიიწევდა, უფრო და უფრო იმატებდა სიჩქარეს, იზრდებოდა სიმაღლეში, უხმონტაცებელი, რომელიც თავის ნადავს მისდევდა. იმ დროისთვის, როცა ვინმემ შეამჩნია, უკვე ძალიან გვიანი იყო. სანამ ისინი რეაგირებას მოასწრებდნენ, ტალღა კლდისკენ ისეთი ძალით შეეჯახა,
რაც რამდენიმე წამით ადრე შეუძლებლად ჩანდა. ტალღა კლდეებზე მაღლა აიწია და საშინელი წამით მათ ზემოთ დაადგა. კავიტა მიგრძნო როგორ დაარტყა მას მოულოდნელმა ძლიერმა ძალამ. ამოაცალა ფილტვებიდან ჰაერი და უკან გადააგდო. ის ძლიერად დაეცა, სხეულში მწვავე ტკივილი იგრძნო, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ეკლიანი ქვა ჩაავლო ხელში, ძლივს გადაურჩა ქვემოთ წყალში ჩავარდნას. მაგრამ ნილეში ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა. ტალღის უზარმაზარმა ძალამ ნილეში პირდაპირ დაარტყა. კავიტას ხელი გააშვებინა და ჰაერში აისროლა, კლდის კიდეზე გადააგდო და ზღვაში ჩააგდო. კავიტა შოკირებული და სასოწარკვეთილი ხვიროდა თავისი ქმრის სახელს და უნწეოდ უყურებდა როგორ გაუჩინარდა მისი თავი მძლავრი ტალღების ქვეშ. ის ძლივს იჯერებდა იმას, რასაც ხედავდა. კაცი, რომელიც უყვარდა, რომელზეც დაქორწინდა და ცხოვრების გატარება აერჩია, ახლა მის თვალწინ ქრებოდა. მაყურებლები კლდის პირას მიიჭრნენ, დახმარებას ხვიროდნენ, მაგრამ ქვემოთ ოკეანე დაუნდობელი იყო. სამაშველო ჯგუფები სწრაფად გააქტიურდნენ, ნავები და მღვინთავები გაგზავნეს ნილეშის საძებნელად. საათები გავიდა და მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, ნილეში ვერსად იპოვეს. ტალღები დაუღალავად ურტყამდნენ ნაპირს და ზღვა არ იჩენდა მოწყალებას. მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს ნილეშის თხედარი, ანჯელს ბილაბონგიდან 11 მილზე მეტი დაშორებით, ძლიერმა ოკეანის დინებებმა ის შორს წაიღო შემთხვევის ადგილიდან. სიკვდილის მიზეზი ნათელი და მტკივნეულად მარტივი იყო. ადგილობრივი მცხოვრების გაფრთხილება უგულებელყვეს და როგორც არ უნდა იყოს მტკივნეული ეს ამბავი, შემდეგი კიდე უფრო მძიმეა სუსტი გულისთვის. ადრიან ვონი ბევრს შრომობდა იმ ცხოვრებისთვის, რაც ჰქონდა. მხოლოდ 85 წლის ასაკში ის იყო წარმატებული პრეზიდენტი ბლუმსბერი აშეტეშიში. წამყვანი გამომცემლობის, რომელიც ცნობილია ბესტსელერების გამოცემით და ლიტერატურული ტენდენციების შეცვლით. მისი ცხოვრება სავსე იყო შეხვედრებით, ღონისძიებებით და წიგნების პრეზენტაციებით. ამაღელვებელი, მაგრამ დამღლელი ტემპი. დასვენებისა და ერთად ხარისხიანი დროის გასატარებლად, ადრიანმა დაგეგმა განსაკუთრებული საოჯახო შვებულება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწამტაც ადგილას, იტალიის ამალფის სანაპიროზე. ამალფის სანაპირო ცნობილია თავისი კლდეებით, პასტელისფერი სახლებით, დიდრული იახტებით და იდეალურად ლამაზი ხმელთაშუა ზღვის წყლებით. ეს ის ადგილია, რომელზეც ოცნებობ სტუმრობას, ის ადგილი, რომელიც წარმოგიდგება, როცა ფუფუნებასა და დასვენებაზე ფიქრობ. ადრიანი, მისი ქმარი მაიკი და მათი ორი პატარა შვილი, 14 და 11 წლის, მზად იყვნენ თითოეული წუთი ეს იამოვნათ. რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიური სოფლების მონახულების, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებისა და ხმელთაშუა ზღვის მზის თქმობის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა დაუვიწყარი შუადღე გაეტარებინა სანაპიროს გასწვრივ, კერძო ნაქირავების სწრაფმავალი ნავით სეირნობით. 2023 წლის 3 აგვისტოს ადრიანი და მისი ოჯახი პოსიტანოში, ამალფის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზღვისპირა ქალაქში, ელეგანტურ მოტორიან ნავში ავიდნენ. წყალი თვალის მომჭრელი მუქი ლურჯი ფერის იყო, შვიდი და მიმზიდველი, რომელიც ანარეკლავდა კაშკაშა ზაფხულის მზეს. ადრიანმა გაიღიმა, თავი მოდუნებულად და ბედნიერად იგრძნო, როცა ნავი ნაზად მიიწევდა ტალღებში. ბავშვები იცინოდნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ წყლის ნენწყლის ზედაპირზე სწრაფად ქროლის მღელვარებით, ვარებით. მაიკი ხელზე ეჭირა, ქარით მას უფრიალებდათ, როცა დრამატულ კლდეებსა და მბრწინავ ზღვას უყურებდნენ. ლანდშაფტი სუნთქვის შემკრელი იყო. ისინი გრძნობდნენ, თითქოს ფილმის სცენაში ცხოვრობდნენ. ისინი არ იცოდნენ, რომ მათი ნავის მძღოლი სანდო პიროვნებას არ წარმოადგენდა. კაპიტანი იყო 30 წლის ადგილობრივი სახელად ვინჩენცო, რომელიც მათი ნავის უსაფრთ მართოდ მართვას უნდა უზრუნველყოფდა გადათვირთულ სანაპიროსთან. ამის ნაცვლად ვინჩენცო აიელო კაპიტანმა მიიღო საშიში და მიუტევებელი გადაწყვეტილება. იმ დღეს ადრე მან მიიღო ორივე ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება, რამაც მოგვიანებით ტრაგიკულად გამოიწვია ყველაფერი. მაგრამ ამ ეტაპზე ადრიანა და მისი ოჯახი ენდობოდნენ მას, რომ უსაფრთხოდ წაიყვანდა მათ წყლებში, ამ ფარული საფრთხის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც შუადღის მზე დაბლა ჩაეშვა, ნავი სწრაფად მიიწევდა სანაპიროს გასწვრივ და უახლოვდებოდა პოპულარულ ადგილს, რომელიც სავსე იყო ტურისტებით. ახლოს 150 ფუტიანი დიდი იახტა მშვიდად იყო ნავსაყუდელში გაჩერებული და მასზე მხიარული საქორწილო წვეულება იმართებოდა. მოწვეულები იახტაზე ცეკვავდნენ, იცინოდნენ და ზეიმობდნენ, სულიად გაუთვითცნობიერებლად, რომ მათ უკან სწრაფად მოახლოვდებოდა ნავი. იახტის კაპიტანმა მოგვიანებით თქვა, რომ პატარა ნავი ძალიან სწრაფად მოძრაობდა და პირდაპირ მათ ნავსაყუდელში გაჩერებულ იახტას უახლოვდებოდა. მან სასოწარკვეთილი ხელები აქნია და გაფრთხილებები დაიღვირა, მაგრამ მოტორიანი ნავი არც შენელებას აპირებდა და არც მიმართულების შეცვლას. შემდეგ მოხდა შეჯახება. გაფრთხილების გარეშე ადრიანის სწრაფმავალი ნავი მძიმედ შეეჯახა ღუზაზე მდგომ იახტას.
დართმა როგორც წარმოიდგენთ დამანგრეველი იყო. ადრიანე, რომელიც ნავის კიდესთან იდგა, შეჯახების ძლიერი ძალის შედეგად ჰაერში აისროლა და პირდაპირ წყლის ქვეშ მბრუნავ პროპელერებში ჩააგდო. მაიკი შეძრწუნებული უყურებდა, როგორ გაუჩინარდა მისი ცოლი თვალთა ხედვიდან და მხოლოდ რამდენიმე წამში გააცნობიერა, რომ პროპელერებმა მას დაარტყეს. ერთი საშინელი წამით ლამაზი საოჯახო დასვენება წარმოუდგენელ კოშმარად გადაიქცა. პანიკა ატყდა ბორტზე. მაიკი სასოწარკვეთით ყვიროდა და წყალში ეძებდა. იმედს არ კარგავდა, რომ ადრიანი როგორმე იქნებოდა კარგად. მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ მისი დაზიანებები კატასტროფული იყო. როდესაც სამაშველო ჯგუფები მალევე მივიდნენ, მათ ადრიანი წყლიდან ამოიყვანეს. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე ნაპირზე გადაიყვანეს და ყველაფერი სცადეს მის გადასარჩენად, სამწუხაროდ მან რამდენიმე წუთში მძიმე დაზიანებებს ვერ გაუძლო. გამომძიებლებმა მალე აღმოაჩინეს შოკის მომგვრელი სიმართლე. ნავის კაპიტანს ტესტირებაზე აღმოაჩნდა ნივთიერებები, რაც აშკარად ზღუდავდა მის განსჯასა და რეაქციის სისწრაფეს. ბედის სასტიკი ირონიით, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ადამიანმა, რომელსაც ისინი არც კი იცნობდნენ, სამუდამოდ გაანადგურა ოჯახი. მაიკი და მათი შვილებიც მცირედი დაზიანებებით გადარჩნენ, მაგრამ ემოციური ტრავმა, რომელიც დედის სასტიკი სიკვდილის ნახვამ გამოიწვია, სამუდამოდ დარჩებოდა მათთან. ჩვენი შემდეგი ისტორია ტრაგედიას ახალ დონეზე ახკავს. ის მოიცავს ათეულობით ტურისტს, ნავის კაპიტანს, მომაკვდინებელ ამინდს და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევას ტურიზმის ისტორიაში. წარმოიდგინეთ, რომ დაჯავშნეთ ლუქს კლასის დასვენება სამოთხეში, ოცნებობთ იდეალურ თეთრ ქვიშის პლაჟებზე, ტურკუზის ფერწყლებზე და დაუვიწყარ თავგადასავლებზე. ზუსტად ეს იყო ოცნება, რომელიც ათეულობით ჩინელ ტურისტს ჰქონდა, როცა 2018 წლის ივლისში ფუკეტში, ტაილანდში გაემგზავრნენ. მათ ბევრი იშრომეს, ფული დაზოგეს, ყველაფერი გულდასმით დაგეგმეს და ახლა ბოლოს და ბოლოს დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა დადგა. მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო დასვენების დღე, ფუკეტის მახლობლად მდებარე თვალწარმტაც კუნძულებზე კრუიზით, ფოტოების გადაღება, კრისტალურად სუფთა წყლებში ღვინთვა და ტროპიკული მზის ტკბობა. მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ მათი იდეალური არდადეგები გადაიქცეოდა ტაილანდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შემთხვევად. 2018 წლის 5 ივლისის დილით ორი ტურისტული ნავი სახელად სერენიტა და ფენიქსი ემზადებოდა ფუკეტის ჩალონგის პიერიდან გასასვლელად. კიდევ ნაპირზე ყოფნისასაც კი აშკარა ნიშნები იყო იმისა, რომ რაღაც არ იყო რიგზე. სასწრაფად ბნელდებოდა და მძიმე ღრუბლები ჰორიზონტზე იკრიბებოდა, რაც მიუთითებდა, რომ ძლიერი ქარიშხალი უახლოვდებოდა ამ ტერიტორიას. ადგილობრივმა ამინდის სამსახურმა ძლიერი ამინდის შესახებ გაფრთხილება გასცა და ყველა ტურისტულ ნავს ურჩია, უსაფრთხოდ დარჩენილიყვნენ პორტში. მაგრამ დაუჯერებელია, რომ ეს გაფრთხილებები უგულებელყვეს ოპერატორებმა, რომლებიც ალბათ არ სურდათ გადამხდელი ტურისტების იმედგაცრუება ან ფულის დაბრუნება. როდესაც ტურისტები ნავებზე ავიდნენ, ალბათ დიდად არ მიუქცევიათ ყურადღება მოღრუბლულ ცას. საბოლოო ჯამში ისინი ენდობოდნენ თავიანთ გიდებსა და ნავის ეკიპაჟს. ტურისტებს რამდენჯერმე დაარწმუნეს, რომ პირობები უსაფრთხო იყო, რომ ქარიშხალი მალე გადაივლიდა და მოგზაურობა იმდენად მოკლე იქნებოდა, რომ სერიოზული საფრთხე არ დაემუქრებოდათ. გემზე არავის გაუცნობიერებია, რომ ისინი პირდაპირ ქარიშხლის გულში მიემართებოდნენ. როდესაც ნავები უფრო შორს გავიდნენ ზღვაში, ტალღები უფრო და უფრო დიდი ხდებოდა და სულ უფრო ძლიერად აქანავებდა ხომალდებს. ფენიქსის ბორტზე მყოფი მგზავრები, ძირითადად ოჯახები, რომლებიც ერთად ისვენებდნენ, შეშფოთდნენ, როცა ტალღები უფრო მძაფრი გახდა და ნავი ძლიერად აქანავა გვერდიდან გვერდზე. ის რაც სიხარულით დაიწყო, სწრაფად გადაიქცა პანიკად. ეკიპაჟის წევრებმა პანიკურად დაიცვეს ერთმანეთისთვის ნიშნების მიცემა, როცა უკვე გვიან მიხდნენ, რომ შტორმის ძალა სერიოზულად შეაფასეს. რამდენიმე წუთში შტორმი კიდევ უფრო გაძლიერდა. 16 ფუტიანი ტალღები დაუნდობლად ეჯახებოდა ნავებს. Phoenix PC, რომელიც იყო სამყვინთავო ნავი და ერთ მგზავრს ატარებდა, ტალღებმა ძლიერად ააქანავა, ნავი საშიშად ირწეოდა გვერდიდან გვერდზე. ტურისტები სასოწარკვეთილები ეჭიდებოდნენ ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ყვიროდნენ, როცა ზღვის წყალი ნავში შეიჭრა, სწრაფად ავსებდა განყოფილებებს და ხომალდს საშიშად გვერდზე გადახრიდა. ზოგიერთი მგზავრი სასოწარკვეთით ეძებდა სამაშველო ჟილეტებს, როცა წყალი მათ ფეხებთან მოედინებოდა. ხომალდზე ქაოსი გაუსაძლისი გახდა, ყვირილები ერწყმოდა ტალღების ხმაურსა და ხის გატეხვის ხმებს. შემდეგ დადგა საშინელი მომენტი, რომელსაც ყველა ეშინოდა. ფენიქსი მთლიანად გადაბრუნდა და ყველა მგზავრი მძვინვარე ზღვაში ჩააგდო. ვერც კი წარმოვიდგენ იმ შიშს, როცა ოჯახები ქაოსში ერთმანეთს დაშორდნენ და დაუნდობელ ტალღებში აღმოჩნდნენ. ნავი, რომელიც მათი უსაფრთხო თავშესაფარი უნდა ყოფილიყო,
სასიკვდილო ციხედ იქცა და ბევრი მგზავრი მის ქვეშ გამოკეტა. გაფაციცებული მშობლები სასოწარკვეთილები ეჭიდებოდნენ თავიანთ შვილებს, ცდილობდნენ ერთად დარჩენას მღელვარე წყალში. სხვები უმწეოდ იბრძოდნენ ზედაპირზე ასასვლელად, მაშინ როცა მძიმე ნამსხვრევები და ძლიერი დინებები მათ ქვეშ ეკაჩებოდნენ. ბევრი მგზავრისთვის ეს მოულოდნელი კოშმარი იყო მათი პირველი და უკანასკნელი გამოცდილება ოკეანეში. სამაშველო ჯგუფები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, თავადაც სასტიკ ამინში, მძვინვარე ტალღებთან ბრძოლაში, როცა ცდილობდნენ გადარჩენილების პოვნას ქარიშხალში. მათი მამაცური მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა დამანგრეველი იყო. ჩინეთში დარჩენილი ოჯახები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ სიახლეებს თავიანთი საყვარელი ადამიანებისგან, ამის ნაცვლად წარმოუდგენელი ამბავი მიიღეს. Phoenix Peace-ზე მყოფი 47 ტურისტი დაიხრჩო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნაომისადგომის კატასტროფა ტაილანდის ისტორიაში. გამოძიებამ სწრაფად გამოავლინა ტრაგიკული რეალობა. ეს კატასტროფა სრულად თავიდან აცილებადი იყო. ხელისუფლებამ მკაფიოდ გააფრთხილა ტუროპერატორები, რომ არ დაეტოვებინათ პორტი, რადგან ამინდის პროგნოზი მძიმე იყო. მაგრამ მოგება და დაგეგმილი ტურების შესრულების სურვილი უსაფრთხოებაზე მაღლა დააკენეს. ნავის ეკიპაჟმა არაერთი გაფრთხილება უგულებელყო. მგზავრების სიცოცხლით გარისკა და იფიქრა, რომ ამინდი ასე ძალიან არ გაუარესდებოდა. მათი დაუდევრობით ათობით უდანაშაულო ტურისტი პირდაპირ სასიკვდილო ქარიშხალში გაგზავნეს. ეს ამბავი განსაკუთრებით შემაძრწუნებელია, რადგან გვიჩვენებს, რამდენად ხშირად არის შენი უსაფრთხოება სრულიად უცნობი ადამიანების ხელში, ზოგჯერ კი ისეთების, ვინც შეიძლება შენი სიცოცხლე მოგების გამო საფრთხეში ჩააგდოს. ოჯახები დაინგრა, სიცოცხლეები განადგურდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაფრთხილებები უგულებელყვეს. ამ ტრაგედიის შემდეგ ტაილანდი იძულებული გახდა საზღვაო უსაფრთხოების კანონები მთლიანად გადაეხედა. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც 2018 წლის 5 ივლისს ნავებზე ავიდა, ეს რეფორმები ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩვენი ბოლო ამბავი ტრაგედიას კიდევ უფრო სიურეალისტურ დონეზე აღყავს. წარმოიდგინე სერფინგობ, უბრალოდ თქვებით რით იდეალურ ტროპიკულ წყლებში, როცა მოულოდნელად არსაიდან ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მტაცებლის მსხვერპლი ხდები. ეს ჯულია მანფრინის ისტორია. ჯულია მანფრინი უბრალოდ კიდევ ერთი ტურისტი არ იყო. 36 წლის ასაკში ის თავგადასავლელების მოყვარული, სპორტული და სერფინგზე შეპყრობილი იყო. იტალიელი წარმოშობის, ის მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო იდეალური ტალღის საძიებლად და ყოველთვის საკუთარ შესაძლებლობებს ცდიდა. 2024 წლის ოქტომბერში ის გაფრინდა ინდონეზიის მენტავაის კუნძულებზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სერფინგის ადგილია. ბროლივით სუბტაწყლებითა და ლეგენდარული ტალღებით, ეს სერფერებისთვის როგორიც ის იყო, ნამდვილი ოცნების ადგილი გახდათ. 18 ოქტომბერს ჯულია და სერფერების ჯგუფი გაემართნენ მასაკუდის კუნძულზე. ამინდი იდეალური იყო, მოწმენდილი ცა, მსუბუქი ნიავი და მოძრავი ტალღები. მან დააფა ცვილით დაფარა, თასმა შეამოწმა და სრიალის მოლოდინში წყალში შეცურა. შესვენებებს შორის ჯულია შეიძლება მეგობრებთან ერთად იცინოდა და ხუმრობდა, ამ მშვენიერი ადგილის სიხარულს შეიგრძნობდა. მაგრამ მათგან არც ერთს არ შეეძლო წარმოედგინა რა ელოდებოდათ. შუა დღისას ჯულია უფრო შორს გაცურა, მოთმინებით ელოდა კიდევ ერთ იდეალურ ტალღებს. როდესაც ის დაფაზე გამართულად იჯდა და ოკეანის მოძრაობას ნაზად მიხვებოდა, მის ქვემოთ წყალი მშვიდი, წყნარი და მიმზიდველი ჩანდა. მაგრამ იმ მშვიდ წყალში მოულოდნელად დიდი ხმალთევზა სწრაფად გაემართა მისკენ. ჯულია ალბათ მხოლოდ ვერცხლისფერი ლაქა დაინახა მის ქვემოთ, სანამ აუღწერელი ძალა მის სხეულს არ დაეჯახა. ხმალთევზამ პირდაპირ ზემოთ ახდა და თავისი ბასრი ხმალივით ნისკარტი საშინელი სიზუსტით პირდაპირ გულში გაუყარა. ძლიერმა დარტყმამ ჯულიამ ყისიერად ჩამოაგდო დაფიდან და წყალში ჩააგდო. მის გარშემო მყოფი სერფერები, რომლებიც თავიდან ვერ მიხვდნენ რა მოხდა, სწრაფად მიბრუნდნენ შხეფების ხმაზე და სწორედ მაშინ დაინახეს, როგორ ებრძოდა ჯულია წყალში. მისი სხეული ქაოტურად მოძრაობდა. მეგობრების სასოწარკვეთილები მიეშურებოდნენ მისკენ. ისინი ზურგზე აიყვანეს თავიანთ დაფებზე, პანიკურად უხმობდნენ მის სახლს და ყველანაირად ცდილობდნენ თავი წყლის ზემოთ დაეჭირათ. სისხლი გარშემო ოკეანეში გაიფანტა, ტალღებში აირია, როცა ისინი მას ახლოს მდგომ სამაშველო ნავზე აკავდნენ. ჯულია ძლივს იყო გონზე, სიცოცხლეს თხელ ძაბზე ეკიდა, მოულოდნელი და გამანადგურებელი დარტყმისგან ძიმედ იყო დაჭრილი. მისი სიცოცხლის გადასარჩენად სასოწარკვეთილები, ჯულიას მეგობრები და კურორტის თანამშრომლები, რაც შეიძლება სწრაფად მიიჩკაროდნენ ნაპირზე. ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯულიას სანაპიროზე და დაუყოვნებლივ მიიყვანეს უახლოეს სამედიცინო კლინიკაში. მედპერსონალმა სწრაფად გააცნობიერა, რომ მისი დაზიანებები კატასტროფული იყო. ხმალთევზის ნისკარტი ღრმად იყო შეღწეული მის გულმკერდში, რამაც გამოიწვია მასიური შინაგანი სისხლდენა და სასიცოცხლო ორგანოების მძიმე ტრავმა.
ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. სასოწარკვეთილად იბრძოლეს ჯულიას სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ დაზიანებები უბრალოდ ზედმეტად მძიმე იყო. სამწუხაროდ, ჯულია მამფრინი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მისი მეგობრები შოკში იყვნენ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ხმალთევზას თავდასხმები ადამიანებზე უკიდურესად იშვიათია. იმდენად იშვიათი, რომ ექსპერტებმა მოგვიანებით ამ მოვლენას მილიონში ერთ ტრაგედიას უწოდეს. ჩვეულებრივ ხმალთევზა მხოლოდ პატარა ნადალს ესხმის თავს, სწრაფად მოძრაობს წყალში და ადამიანებს არასდროს ავნებს. არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ეს უცნაური თავდასხმა. ყველაზე სავარაუდო ახსნა ის იყო, რომ ჯულიას სერფინგის დაფა, რომელიც წყლის ზედაპირზე მოძრაობდა, ნადავლად მიიჩნია და დაესხა თავს. როგორც დღეს ვნახეთ, 64 შეიძლება სწრაფად სასიკვდილო გახდეს, თუნდაც მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მზად არის. გსურთ არხის მყარდაჭერა, შემოუერთდით ექსკლუზიური უპირატესობების მისაღებად. მადლობა ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. დარჩით გაბედულები და იცხოვრეთ მამაცურად.